კლასებს გარდა ცვლილებისა და ფუნქციებისა გააჩნიათ კონსტრუქტორი და დესტრუქტორი. კონსტრუქტორი არის კოდის ის ფრაგმენტი, რომელიც სრულდება მაშინ, როდესაც იქმნება ობიექტი. და კონსტრუქტორის დანიშნულება არის ის, რომ მოახდინოს აი ამ ობიექტის ინიციალიზება. ამის საპირისპიროს წარმოადგენს დესტრუქტორი. ამ დესტრუქტორი არის კოდის ის ნაწილი, რომელიც შესრულდება მაშინ, როდესაც ადგურდება რაიმე კონკრეტული ობიექტი. მოდი ახლა გავაკეთოთ პატარა მაგალითი აქვე ამის საილუსტრაციოდ და დავუბრუნდეთ ჩვენს მიერ დაწერილ კლასს. წავშალოთ რაც არის ზედმეტი, დავტოვოთ მხოლოდ ეს P1 და ჩავამატოთ ჩვენს კლასს კონსტრუქტორი და დესტრუქტორი. კონსტრუქტორს აქვს ზუსტად იგივე სახელი, რაც აქვს კლასს და ამ შემთხვევაში ეს გახლავთ person და დესტრუქტორს აქვს ზუსტად იგივე სახელი, ოღონდ წინ უწერთ აი ამ სიმბოლოს. შემდეგ ვწერთ persons. ამ შემთხვევაში აი ამ კლასის სახელს. ეხლა სად დავწეროთ აი ამ კონსტრუქტორის და დესტრუქტორის კოდი. ამისთვის ჩვენს პროგრამაში ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ფუნქციებზე ვაკეთებთ, ვწერთ ჯერ კლასის სახელს, შემდეგ ვწერთ ესეთ ორ წერტილს ორჯერ და შემდეგ ვწერთ ისევ კლასის სახელს, ან კონსტრუქტორის სახელს, აი ამ persons. ამის შემდეგ ხსნით და დავხურავთ აი ამ blocks და აქ ჩავწერთ იმ კოდს, რომელიც გვინდა რომ შესრულდეს მაშინ, როდესაც შეიქმნება ეს ობიექტი. და მოდი ამ შემთხვევაში age მივანიჭოთ 21 და names მივანიჭოთ io. ასევე მოდი დავწეროთ დესტრუქტორი, ამ შემთხვევაშიც იგივენაირად უნდა მოვიქცეთ, ჯერ წერთ ჩვეულებრივად კლასის სახელს, შემდეგ ასე ორ წერტილს ორჯერ წერთ უკვე აი ამ სიმბოლოს და შემდეგ წერთ ისევ კლასის სახელს. და აქ დავბეჭდოთ უბრალოდ ესეთი სტრიქონი destructing. და შემდეგ ხაზზე გადატანის სიმბოლო. მოდი ახლა აქ გავხსნათ ჩვენ ბლოკი. აი ამ ჩვენს პროგრამაში ესეთი, აი ამ ბლოკში შიგნით შევქმნათ ეს P1, რომ person კლასის ობიექტი, შემდეგ გამოვიძახოთ ეს მეთოდი, ეს ფუნქცია რაც გვაქვს ჩვენ print name. გავუშვათ და ვნახოთ ახლა რა მოხდება. აი როგორც ხედავთ, ჯერ დაგვიბეჭდა gio და შემდეგ დაგვიბეჭდა უკვე აი ეს destructing. ან რატომ რა მოხდა ახლა აქ გავიაზროთ. შემოვიდა ეს ჩვენი პროგრამა აი ამ ბლოკში, შეიქმნა person კლასის ობიექტი. ანუ შექმნის დროს ამუშავდა ეს ჩვენი კონსტრუქტორი და აი ამ ცვლადებს age და names მიენიჭა ეს მნიშვნელობები, რაც ჩვენ ჩავწერეთ კონსტრუქტორში. შემდეგ გამოვიძახეთ ეს print name და ვინაიდან name ცვლადის მნიშვნელობა იყო gio, რომელიც მივანიჭეთ ეს კონსტრუქტორის საშუალებით, დაგვიბეჭდა აი ამ print name-მაც ეს gio. ამის შემდეგ, როდესაც დასრულდა უკვე ეს ბლოკი, ეს ჩვენი ობიექტი განადგურდა, ანუ ამუშავდა ეს ჩვენი დესტრუქტორი და შესაბამისად დაიბეჭდა ეს შეტყობინება destructing. ასევე თუ კი ჩვენს კონსტრუქტორში ჩავწერთ, დავბეჭდავთ ასევე რაიმე strings, მაგალითად constructing. ამ შემთხვევაში ესეც დაიბეჭდება. და აი უკვე როგორც ხედავთ, ჯერ დაიბეჭდა constructing, რადგან ამუშავდა კონსტრუქტორი, შემდეგ იმუშავა print name ფუნქციამ, დაგვიბეჭდა gio, შემდეგ უკვე ამუშავდა ჩვენი დესტრუქტორი, რომელიც დავუწერეთ ამ person class.